დღეს ჩვენ ამ ვიდეოში 24 საათს გავატარებთ ციხეში YouTube-ის მთავარი კურსი. არ გამოვიყენებთ არანაირი ინტერნეტსა და ტელეფონს. არ შევჭამთ არაფერს ციხის საკვების გარდა. დავეცდებით დღე გავატაროთ პროდუქტიულად. როგორი ოთახია? კაი ხალხი არ გვაქვს. აქ კარენოი ხუდები ვხედავთ რა. სოფლიოში არსებობს არაერთი განსაკუთრებული და თემატური სასტუმრო, რომელშიც დარჩენას ძალიან მაინტერესებს, თუმცა რას წარმოვიდგენდი, რომ ეგეთი თემატური და განსხვავებული ჰოსტელი თბილისშიც გვექნებოდა. ამიტომ ახლა დავჯავშნით ამ ჰოსტელს და 24 საათს გავატარებთ ციხის ერთ ოთახში და ვეცდები, რომ თავი ისე ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ეს ადგილი მითხრა კაკონდა, ამოდგინა კრეტონ გადავწყვეტე მისვლა. ლაქშერი ჩემი მეორე სახელი, მაგრამ მეთქი რაღაც განსხვავებულს გავაკეთე და ეხლა ვნანობ. ამ სასტუმრომდე მოსვლა საერთოდ არ გამჭირვებია და 20 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი. ზოგადად ბევრი სასტუმროში ვარ ნამყოფი, მაგრამ არასდროს არ ყოფილი ვარ ციხეში. ისეთი ცხოვრება გამოვლენილი, ჩემო კარგო. ძალიან ცუდია და მთელი ერთი ღამის სათევას ვაპირებ აქ. ვერც ჩემო, ძალიან ნერვიულობ. მოდით ჩვენ სასტუმროში, რომელშიც გადავიხადე ღამეში 60 ლარი. სასტუმროს ლოკაციაზე საკმაოდ ნერვიულობდი, მაგრამ შუა ტურისტულ ზონაში აღმოჩნდა ძველ თბილისში. და მომეხსნა თუ არა ნერვიულობა ადგილის გამო, ახალი პრობლემაც გამოჩნდა. With the card? No? I'm sorry. I don't have cash. არ მაქვს cash-ი. ამ მომენტში გავაანალიზე, რომ ყველაფერს Mastercard-ით ვერ იყიდი. ზოგი რამისთვის არსებობს cash. I will send her. Yes. მაგრამ ეგ პრობლემაც მალევე მოგვარდა. გადავრიცხოთ, იმიტომ რომ cash-ი არასდროს არ დამაქვს. საბოლოოდ გადავიხადე ერთი ღამის საფასური, შევედი ჩემს კარცერში და კომფორტულად მოვეწყე. გამარჯობა. გზანდით ჩვენი room tour-ი. აქეთ გვაქვს სარკე, მშვენივრად. აქეთ გვაქვს ფანჯარა. სხვათა შორის სახლში ხშირად მეთიშება დენი, ასე რომ ციხე ჩემთვის საცხოვრებელია. აი მეგობრებო, აქ რა გვაქვს? Outfit check-იც გვექნება ამ ვიდეოში. ფენი, დენს ქვიტა. ეს არ ვიცი რა არის. ვენტილატორი, რომელიც არ ვიცი მუშაობს თუ არა, ნახოთ. მუშაობს. აბარა, იო, თუთო. 4 ბალიში. კარადა, პატარა ტუმბო და ძალიან ბევრი წარწერა. აქ წერია ბოლო საჭმელი რა იქნებოდა ხალხის. 3 ხმა პასტას, 2 ხმა სტეიქს, 1 ხმა pancake-ებს. ვინ ჭამს pancake-ებს სიკვდილით? უფალო. pancake-ი რო ჭამა, კი მინდა მე სიკვდილით მამა. და 5 ხმა ხაჭაპურს. ხაჭაპურმა გაიმარჯვა. როგორც ჩასაკ ტურისტები რჩებიან და ხინკალი არავის თავში აზრად არ მოაფიქრდა. მე დავამატებდი სუშის, როგორც ნამდვილი ქართველი. ოუც. ხარი. ესეც ჩვენი საწოლი მეგობრებო, ესეთი შავი და შავი. ამ ვიდეოში მაქვს სულ 2 წესი. პირველი, არ უნდა გამოვიხსნო არანაირი ტელეფონი და ინტერნეტი და მეორე, თავი უნდა ვიგრძნო როგორც საკუთარ სახლში და რა გვაგრძნობინებს საკუთარ სახლში თავს. ყველაზე მეტი. თუ არა ჩუსტები. იო, ჩემი ჩუსტებით წამოვიდი და კიდე კარგი, იმიტომ რომ თურმე ბოტასები ჩემოსლა შეიძლება სასტუმროში შესხადოს არ ვიცოდი და ბახილები გამეხა. ციხეში წამოვწვევით ჩუსტიკებით. კაკოს უთხარი. მეთქი მე მინდა რაღაცა ლაქშერი სასტუმროებში ვიარო და ფული ვხარჯო მეთქი და კაკომ გითხარ რომ ფული გააქვს და მე მივხვდი რომ ჩემი ჯიბე მარტო ციხეს გაძლევდა. ამიტომ თავი უნდა ვიგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში. რა თქმა უნდა, ერთი ღამის გასათევად ხელსარილი არ წამოსულვარ. აქ გვაქვს დღიური, პატარა ბლოკნოტი და სახატად. სახლის ტანსაცმელი, მაიკები, ფუდი, ანტიპესპირანტი. იმიტომ რომ ოფისში ვიწურები და ვიქრინჯები საშინლად. დათვებიანი ნასკები, ყურის საცობები. ვერ ვიტან სხვების ხრინვა რომ ესმის. წიგნი და დეკორაციები. ციხეში ხო ჩვენ გემოზე უნდა მოვაწყოთ. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ზედმეტად გავხდი კომფორტზე დამოკიდებული. კომფორტი კი გულისხმობს საჭმლის გამოძახებას, დისტანციურ სამსახურსა და ჰობებს, პროდუქტების სახში შეკვეთას, 24 საათი ინტერნეტში ყოფნასა და რეჟიმის გარეშე ცხოვრებას. ვიძინებ როცა მინდა და ვიღვიძებ როცა მინდა, რაც ერთი შეხედვით იდეალურად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფერმა ზედმეტად გამაზარმასა და დამავიწყა, რას ნიშნავს დროის ნაყოფიერად გატარება. ვერ დავიწყოთ პოზიტიურად და მე ცუდ ხასიათზე თუ დავდგები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედია ჩამეტევა clickbait-ის ხშირი გამოყენება რო დასჭადი იყოს, პირდაპირ ციხეში წავიდოდი. პემკელი არ წავიდა. ასეთ ვიდეოები თუ გევასებ, ემიახი გამოიწერე, თორე ეხლა მართლა დაგადგებით სახლში. მე შეიძლება სახლში არ დაგადგე და ძალით არ გამოგაწერინო ჩემი არხი. მაგრამ შეგიძლია დაალაიქო ეს ვიდეო, მე მომცე სტიმული და დავიდეთ 100,000-ზე. ახლა კი დავათვალიეროთ მეგობრებო სასტუმრო. ავედით, ჩემი სახლი რა. C-ბლოკი. ეს არის ბიძა ჩემის სურათი ბავშვობის. ხარ რომელს საწოლდა წამოწვევი ხოლმე, ხარ რომელზე გააჩნია, ხასიათს გააჩნია. აქეთ ახლა იმ ხალხის სურათებია, მე ვინც გავასაღე. ხანდახან ვიხსენებ ხოლმე რა. აქეთ სამზარეულო გვაქვს. აი ამ კრუშკიდან სამ ყოველდღე ცივ ყავას, ეხეში კი ვხედავთ, მაგრამ ცივი ყავა. ესე ვერთობის. აქ ჯაჭვები გვაქვს, რო არავინ გავექცეს. საქართველოს დროშა რა თქმა უნდა.
ჩვენ ნამდვილი ქართველები ვართ საქართველოს ჯოშგვა. ესეთი შვენიერი აგური ეს ახალია. კონტემპორარი არტი მეგობრებო. აქეთ გვაქვს კარალიოკი დარგული, სხვა პატიმრებს რომ გაუმასპინძლდეთ ხოლმე. მარტო ჩვენ ხوار შევჭამთ ახლა რა. შვენიერი სასტუმრო გვაქვს. აქეთ კაი ხალხი არა ყავს. აქაც დაგათვალიერებინებთ. შვედური ციხის სტანდარტები გვაქვს. მაინც ახლა რა, რადგანაც ევროკავშირში ვცხოვრობთ, ახლა განცუდი ციხეებიც ხო არ გვაქვს. აქ ლამაზად გაწყობილი გვაქვს საწოლი, ვენტილატორი, მეორე ვენტილატორი გვაქვს. ყველგან ვენტილატორები გვაქვს, არავის არ უნდა დასცხეს. ესეც ჩვენი ძალიან ლაქშერი აპაზანა. იმ ოთახებში ის ხალხია რა, პატარა. ანაშაულებებზე ვინც შედან და აქ არენოიქურდები ვხედავთ რა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველაფერი მაინტერესებდა და ინტერესით ვიღებდი ვიდეოებს, რამდენიმე საათის შემდეგ დავიწყე მოწყენა ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე. არ ვიცოდი ერთ ოთახში ჩაკეტილს დრო როგორ გამეყვანა. ამიტომ ხან წიგნის კითხვა დავიწყე, ხან დღიურის წერა და იმის გარკვევა საერთოდ რატომ მინდა ნებერვა. ჩემი დღიური ტემპერატურა რომელიც საუკუნე დღიური სურათების გვაქვს. მაფის სია გვაქვს ხალხო. გიორგი კალატოზი, პარუნა, ბაციკაძე, ჰიტა, ლაშა, ეს იმენა პირველი სეზონისა. YouTube-ი რო დავიწყე და აქ მაგ YouTube ვიდეოს იდეები. გინდა წაგიკითხოთ რა იდეები მქონდა? ჯერ კიდევ რო ხატავდი ის პერიოდია. ხატავ ჩემ ერთ დღეს არტისტების სტერეოტიპები. ჩემი დამწყები YouTube-ე. და სირცხვილი ამ და მაშინ 1-20,000 გამოწერე ყავდა მე მგონი 5 ლარიანი არტ ჩელენჯი. აუ რა, კაი ბავშვი ვიყავი ხოლმე, რამ გამოფუჭა. ადრე ნაყელი პენალი წამოვერა და ეხლა დავწეროთ რატომ მინდა იუთუბერობა. მიუხედავად იმისა, რომ იუთუბერი 2020 წლიდან მქვია, თავს ბოლომდე იუთუბერად მაინც ვერ ვგრძნობ. თითქოს ჯერ არასდროს გამოსულ ვარ ჩემი კომფორტის ზონიდან. არასდროს გადამეღია ესეთი ვიდეო, რისი გადაღებაც მეუხერხულებოდა, არ მინდოდა, ან სტრესავდა. ეს ვიდეო ზუსტად იმას ემსახურება, რომ მე დავძლიო ჩემი კომფორტისადმი სიყვარული და რაღაც ახალი აღმოვაჩინო ჩემს შესახებ. მაგალითად ის რატომ მინდა იუთუბერობა. მინდა ხალხს უყვარდა. აი მინდა რომ ვიღაცა რო იკითხოთ, თქვენი საყვარელი იუთუბერი ვინ არის? ვიღაცას მეც ახსენდებოდა რა. აი მინდა რომ მონეტიზაციით იმდენი ფული ვიშოვო. მთელი სოფლიო შემოვიარო. იმდენიც არ მინდა რომ ვიშოვო, რომ მე ვაფშე იუთუბერობაზე ხელი ავიღო და ოლიგარქი დავხდე. ასე რომ, მოდი მივცეთ ჩემ თავს ერთი წელი. ნახოთ, საწავა. იქნებ ნაღდ ციხეში წავიდე პოლიტიკოსების გინების გამო. You never know. თქვენი ვიდეოს უმთავრესი წესი ის არის, რომ დრო ღირებულად გავატარო. ამიტომ სასტუმროში ჰანტელები ვიპოვე და გადავწყვეტე ცოტა წამევარჯიშა. ხოთ ჩარჩ ჩვენს სასტუმროში დავხვდა დამბელები, რომლითაც ვარჯიშეთ. რა დაიკილოა? 5 კილო ყოფილა. ბოლოს ზედატანის ვარჯიში როდეს გავაკეთე აღარ წახსოვს. მაგრამ საშინელი რეალობის წინაშე დავდექი. რას უშველია? ხო, ხოლმე სნეკების დაგემოვნება მეგრე იცის. ამიტომ ჩემი შემდეგი მიზანი ის არის, რომ მინიმუმ 10 სუფთა აზიდვა გავაკეთო და ესე აღარ ვიწვალო. მოდი შედავედით, თვითონ 10 მაინც გავაკეთე. ღმერთო რა სირცხვილია. იცი რა, სნეკებს აღარ გავსინჯავ ძმაო, მე იმ სნეკებს ვინჭამს თქვენი აზრით? ქრება? მე ვჭამ. ჩემს უსნაობაზე გაბრაზებულმა გადავწყვეტე ცოტა გამესეირნა და მაღაზიაში შემევლო. ოღონდ ერთი პირობით. ისეთი საჭმელი უნდა ვიყიდო, რომ სასტუმროს თემატიკას მოუხდეს. ანუ არანაირი სასუსნაოები. ესეც დესერტი მეგობრებო. ლაქშერი ცხოვრებისთვის ძალიან ადრეა. 100,000-ზე რო ყავთ, მე ცხოვრობ ლაქშერად. მადლობა. ესეც ჩვენი ციხის საჭმელი, რომელიც ამიზე 12 ლარი და გვეყოფა წესით ერთი დღე. პრინციპში ის იმხელაპური თუ გავიგდე ყვაში, ორი დღეს მეყოფა. ამასობაში სასტუმროშიც მოვიდი და იმაზე დავიწყე ფიქრით, რომ კიდევ რა ხერხით გამეყვანა. მაგრამ ინტერნეტის გარეშე ერთი დღის გატარებას კი უზომოდ გამიჭირდა. სამაგიეროდ მქონდა ძალიან დიდი დრო, რომ მეფიქრა რა მინდა ცხოვრებაში და რა გზით უნდა ვიარო YouTube-ის პილიკებზე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ხშირად ვებრძვი უმოტივაციობასა და უენერგიობას, ძალიან მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც რამით მაინც თამაგონებს. ეს ვიდეო რომ გადავიღე კი დიდწილად კაკოსა და მისი მეგობრების დამსახურებაა. ცხოვრებაში ეს მშრალად პური არ მიჭამია. საერთოდ პური არც მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით ქაურობას უხდება რა. ნამცეცები დავყარე. აუკრიბოთ. ნამცეცი რას დავყარე. ძიუარ ციხეში ერთი წელი უნდა გადავიღო. რაც ეს ულანებს ლაპარაკობ. და გამოვიდე მაგარი და კაჩო. წავიდეთ მოვიდუღოთ ჩაი კი მეზარება, მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის ცხოვრება. მაგრამ კიდევ უფრო კაი იქნებოდა ლაქშერი სასტუმროში შევჩებოდი. რაშიც თქვენ უნდა დავეხმაროთ. იმდენი მინდა რომ დავწეროთ მონეტიზაციაზე, რომ მთელი მსოფლიო მოვიაროთ. თორე ჩემ კაზეში დომა უკვე აღარ არის ახალისო. ზედმეტად მოვიწყინე ამ ვიდეოსთვის. არც ის იუთუბერული ვარ, როგორც მეკონა რომ ვიყავი.
თითქოს ჩემი თავი გამომცადე, რომ შემიძლია ჩელენჯები. ვინ უფრო მეტ ფულს დავხარჯო? ეგ არის ჩემი ჩელენჯი. ამის მერე ნულარად ვცდილობ გადავრჩე, ეგ ვიდეო არავინ არ მომთხოვოთ რომ გადავიყო. იმიტომ რომ არ არის საჩემო. დასკვნა ამ ვიდეოდან. ნელ-ნელა უნდა ვისწავლო იუთუბერობა. უფრო სწორად, როგორი იუთუბერი ვარ მე. ნელ-ნელა მთელი ცხოვრება დამჭირდეს, მაგრამ რავი, ხომ მომყვებით. ხო და ერთად ვიაროთ მაგ გზაზე. ტრენერი რაღაც აღმოჩინეთ ჩვენი თავის შესახებ. ეს უკვე მომიჯერავს. Bye.